მანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი გენერლის დავით ართმელაძის და მისი ჯარისკაცის ნიკოლოზ წულაძის საფლავი გვირგვინებით შეავკეს. საფლავი წლების განმავლობაში მივიწყებული იყო და ის გენერლის ერთ-ერთი ჯარისკაცის პლატონ წულაძის ვაჟმა აღმოაჩინა. ადგილობრივები რუსეთის და თურქეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ მებრძოლი გენერლის მემორიალის დადგმას ითხოვენ. 93 წლის დიანოს წულაძეს იმ საფლავთან მიუყვავართ, სადაც საბჭოთა პერიოდში მისვლას მამასთან ერთად ჩუმად ახერხებდა. მშობლიურ სოფელ ქვიანში დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული გენერალი დავით ართმელაძე თანამებრძოლ ჯარისკაცს და ნიკოლოზ წულაძესთან ერთად განისვენებს. ნიკოლოზ წულაძესთან ერთად გენერლის მხარდამხარი ბრძოდა დიანოს წულაძის მამა პლატონიც. მაგათალი ბრძოდა მომაჩე. და სამი უჩო გენერალი მოგდა უარი და ძალიან ხელმძღვანელი იყო. ამათ მოგოდა მე მოგოდა სავსე ყველაფერს. აქალი მანახვა ასაფლა. აქალი მარკა და თარფელაძე რომ შედესწავლო. მე tavalan ქოხდა მაგას შეინჩედა მაიწყო რომ აქალი არის და თარფელაძის საფლავი აქალი. და მიკითხო მე ახლა პატარა აქვს გადავიდო და მიკითხო მე შეიძლება საფლავი აქალი და მაგას მონღოლია გაგვარ დათაზე ბევრი რამე ახლა დავით ართმელაძემ სამხედრო კარიერა მეფის რუსეთის გრენადერთა პოლკში დაიწყო, როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაშინვე ქართული არმიის სამსახურში ჩადგა. 1918-21 წლებში იყო ქართული კორპუსის პირველი და მეორე დივიზიების მეთაური და სამხედრო საბჭოს წევრი. ლეგენდარული გენერალ-მაიორისა და მისი თანამებრძოლის ხსოვნას დღეს პატივი ადგილობრივებთან ერთად მეცნიერებმა და ისტორიკოსებმაც მიაგეს. მათი შეფასებით გენერალმა ართმელაძემ გიორგი მაზნიაშვილთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა ბათუმის დაბრუნებისთვის წარმოებულ ბრძოლებში. ჩვენმა მებრძოლებმა და ჩვენმა მთავარსარდლებმა შეძლეს ის, რომ ერთად შემოეკრიბა თავიანთი ძალები და მარტო ბათუმის გათავისუფლების და ბათუმიდან ოკუპანტების გარეკვის ეპიზოდი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი მთავარსარდლები, მათ შორის გენერალი დავით ართმელაძე და მისი თანამებრძოლები დიდებით მოიხსენიოთ. ის ერთ-ერთ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ამ ბრძოლაში და მისმა ნაწილებმა გენერალ დავით ართმელაძის მეთაურობით დიდად გამოიჩინეს თავი თურქთა განდევნის საქმეში ბათუმიდან. ადგილობრივების საფლავზე მემორიალის გახსნას მოითხოვენ. მათივე მოთხოვნაა ქართულ ჯარში გენერალ ართმელაძის სახელობის ორდენი შეიქმნას. სოფელს აქვს სურვილი და ეს სურვილი რეალურია, რომ აი ამ ადგილას აღიმართოს მემორიალი. აი იმ გმირთა, რომლებიც დაეცენ ბათუმისათვის და საქართველოსათვის ბრძოლაში. დაარსეს მისი სახელობის ორდენი, რომელიმე ქუჩას ბათუმში ეწოდოს დავით ართმელაძის სახელი. დავით ართმელაძე ერთადერთი გენერალია, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურ რეპრესიებს გადაურჩა. ის 1930 წელს გარდაიცვალა.